ისტორიის ყველაზე იღბლიანი ან უიღბლო ადამიანები მე მენამდე მასწავლებელი ვარ მეტი საინტერესო კონტენტისთვის გამოიწერე ჩემი არხი. დღეს სამი ძალიან საინტერესო ადამიანი უნდა გაგაცნო. მოდი დავიწყოთ. პირველი ეს არის ვესნა ვულოვიჩი, რომელიც 1972 წელს მუშაობდა სტიუარდესად. ის 10,000 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა პარაშუტის გარეშე და გადარჩა. ეს არის გინესის რეკორდი ყველაზე მაღალი სიმაღლიდან უპარაშუტოდ გადმოვარდნასა და გადარჩენაში. მეორე ადამიანი კი გახლავთ ამერიკელი რეინჯერი როი სალივანი, რომელსაც ცხოვრებაში მეხი 7-ჯერ დაეცა. დიახ, 7-ჯერ. ალბათობა იმის, რომ ადამიანს მეხი 7-ჯერ შეიძლება დაეცეს, ფაქტობრივად არ არსებობს. ეს არის 1 შეფარდებული 10 ოქტილიონთან, ანუ 10 + 24 ნული. წარმოიდგინეთ რამდენია. როიმ 7-ვე შემთხვევას გადაურჩა და ადამიანი მეხამრიდის სახელით გახდა ცნობილი. ხოლო მესამე ასევე ძალიან საინტერესო, 1915 წელს მექსიკის რევოლუციის დროს ვენსელსაო მოგელი დახვრეტისთვის გაიმეტეს. მას 7 არადა 9 ტყვია ესროლეს. მიუხედავად ამისა, როცა ჯარისკაცები წავიდნენ, ვენსელსაო ადგა, გაიქცა და სიბერემდე იცოცხლა. როგორ ფიქრობ, რომელი იყო ყველაზე უფრო უცნაური და ეს იღბალია თუ იღბლობა, დამიწერეთ კომენტარებში. მეტი საინტერესო კონტენტისთვის კი გამოიწერეთ მენამდე მასწავლებლის არხი.